ხდება ეგრეთ წოდებულ ცისფერ გალერეაში, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში. ამას გვეტყვის ჩვენი კორესპონდენტი გვანცა კილანავა. დიდი მადლობა სტუმრებს. მადლობა თქვენ. გვანცა, მოგესალმებით. მოგესალმებით შუადღემშვიდობისა. როგორც აღნიშნე, გვანცა მე ახლა ვიმყოფები დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში. სწორედ მხატვარი დიმიტრი შევარდნაძე იყო ინიციატორი, რომ ეს გალერეა დაარსებულიყო და ეროვნულ გალერეაში პირველი ექსპოზიცია 1920 წლის ოქტომბერში შედგა და მას შემდეგ წარმატებით ფუნქციონირებს. როგორც აღნიშნეთ, დღეს მსოფლიო მუზეუმების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს და 150 ქვეყნის მასშტაბით ყველა მუზეუმში კარი არის ღია და რა თქმა უნდა ეროვნულ გალერეაშიც სადაც გელოდებათ მრავალფეროვანი ნამუშევრები და ასევე საინტერესო ღონისძიებები. ჩემთან ერთად იმყოფება მუზეუმების ჯგუფის განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გედევანიშვილი. მადლობა ქალბატონო ნინო, რომ მოგვიყვეთ დღევანდელი დღის მნიშვნელობასთან დაკავშირებით და რა ელოდება დღეს აქ მოსულ ვიზიტორებს. პირველ რიგში ალბათ დღეს ბევრი ისაუბრებს მუზეუმების საერთაშორისო დღეზე. 18 მაისი 1977 წლიდან აღინიშნება როგორც მუზეუმების საერთაშორისო დღე. ეს არის უნიკალური შანსი მუზეუმებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გაავრცელონ ესეთი გზავნილები საზოგადოებაში იმ მიზნით, რომ აამაღლონ ცნობიერება საზოგადოების მუზეუმების ფუნქციის შესახებ, გამოწვევების შესახებ, მიღწევების შესახებ და ასე შემდეგ. ალბათ ძალიან საინტერესო თემა არის, ყოველ წელს არის ახალი თემა შერჩეული და წელს აი ამ 2000 მოკლედ წლევანდელი მუზეუმების პოტენციალი წარმოდგენილი იქნება 3 მიმართულებით. ეს არის პირველ რიგში გრადი განვითარების პროგრამის პარტნიორები არიან საერთაშორისო მუზეუმები გაეროსი და ძალიან სერიოზული აქტორები ამ მიმართულებით. მოკლედ ერთი მიმართულება არის ძალიან საინტერესო ეს. მეორე არის ინოვაციური ტექნოლოგიების, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა მუზეუმში და ამითი სრულიად განსხვავებული პერსპექტივების წარმოჩენა და მესამე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის და ჩემთვის ძალიან საინტერესო, ეს არის საგანმანათლებლო მიმართულება და გამოფენების და პროგრამების საშუალებით კრიტიკული თემების ახალი კუთხით გახსნა და მიწოდება საზოგადოების ყველა ფენისთვის და ასევე ხელშეწყობა უწყვეტი განათლების ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. ქალბატონო ნინო, 12 საათზე უკვე გაიღო მუზეუმის კარი და კურატორებმა მუზეუმის და ასევე გიდებმა დაიწყეს ასე ვთქვათ გაცნობა ამ სივრცეების. რომ უთხრათ მაყურებელს დღევანდელი დღის განრიგი, რა დროს რა ელოდება აქ მოსულ ვიზიტორებს? სანამ განრიგს შემოგთავაზებ, ძალიან მარტივი განრიგი გვაქვს ყოველ საათში ერთხელ. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ჩვენ, რომ ესეთ მრავალფეროვანი პროგრამა ყოფილიყო ჩვენი. ესე იგი 12 საათიდან დაწყებული ღამის 12 საათამდე დამთავრებული საათში ერთხელ ჩვენ ვთავაზობთ ჩვენ ვიზიტორებს სრულიად განსხვავებულ პროგრამებს. ეს არის ესეთი ერთგვარი რაღაცნაირი ანგარიში, თუ რა ტიპის პროგრამების შეთავაზება შეუძლია გალერეას, ეროვნულ გალერეას და ალბათ ყველაზე საინტერესო იქნება 4 საათზე ეს პროგრამა. ჯერ ესეთ მინდა გითხრათ, რომ აქ ჩართულები არიან ჩვენ და პარტნიორები ვართ ჯიპას უნივერსიტეტის და ველოდებით ახლა სტუდენტებს, რომლებიც მოხალისეებად ჩაერთვებიან და დაგვეხმარებიან ყველა ღონისძიების წარმატებული განხორციელებისთვის და ალბათ ყველაზე ესეთი საინტერესო პროექტი გვექნება 4 საათზე, როდესაც ჩვენ ველოდებით ყველაზე ხანდაზმულ ვიზიტორებს და გვინდა რომ ესეთი ერთგვარი ინტერკულტურული დიალოგის კუთხით დავამტყუიოთ ბავშვების და ხანდაზმული დამთვალიერებლების პროგრამა ერთად და მივცეთ საშუალება ურთიერთობის და დარწმუნებული ვარ ძალიან საინტერესო იქნება. ქალბატონო 9 საათზე არის ძალიან საინტერესო პროგრამა ბავშვებისთვის, რომელიც უშუალოდ აბსტრაქტულ ხელოვნებას ეხება და მთელ იმ საინტერესო სამყაროს, რომელიც დაკავშირებულია. ქალბატონო, მაყურებელი ხედავს, რომ ყველასთვის საყვარელი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების საგამოფენო სივრცეში ვიმყოფებით ჩვენ. გარდა ნიკო ფიროსმანისა, რომელი მხატვრების ნამუშევრების დათვალიერებას შეძლებენ ვიზიტორები? კი ბატონო, ალბათ ძალიან კარგად ემთხვა, ხო, მოკლედ მეორე სართულზე ჩვენთან არის ალექსანდრე ბანძელაძის ნამუშევრები და ვერა ფაღავასი.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ ნამუშევრებს მე უკვე ვერავინ ვეღარ ნახავს, იმიტომ რომ ეს არის კერძო კოლექციებიდან და პირველ სართულზე წარმოდგენილი არის ცნობილი ქართველი მხატვრების 80-იანი წლების ქართველი მხატვრების ნამუშევრები. ძალიან დიდი მადლობა. მე რა თქმა უნდა გირჩევთ, რომ მოხვიდეთ ეროვნულ გალერეაში, იმიტომ რომ მართლა ძალიან ლამაზი და საინტერესო ნამუშევრები არის წარმოდგენილი დღეს აქ, ასევე წინ გელოდებათ საინტერესო ღონისძიებები და ყოველ საათში შეგიძლიათ თქვენს პატარა ოჯახის თუ უფროსი ოჯახის წევრებთან ერთად ჩაერთოთ ამ აქტივობებში. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ იმას, რომ ღამის 12 საათამდე გაქვთ დრო, რომ უფასოდ ეწვიოთ ეროვნულ გალერეას და რა თქმა უნდა, გიშურვებთ სასიამოვნო დროის გატარებას. მობრძანდით გალერეაში.